საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს და თქვენთან მოვედი საჯაროსთვის, ჩემო მეგობრებო, საჯაროს ჩასაწერად და მინდოდა ჩამეწერა ესეთი თემა დღევანდელი ჩვენი ყოფილიყო, აი თქვენ და ანუ იქ რა ხდება იქ მესამე პირებთან. მესამე პირი შეიძლება იყოს სიტუაციაც, გარემოც და ადამიანებიც. თქვენ და თქვენი პარტნიორი და რა ხდება იქ მესამე პირი. იქ არის მეგობრებო კოშკი, იქ არის უბედურება, იქ ხართ თქვენ. იქ ხართ თქვენ. რა არის იქ და იქაც თქვენ ხართ მეგობრებო. ბატონო, კოშკი და თქვენ. იქ თქვენ გამო ყველაფერი დაიშალა. იქ თქვენ გამო ყველაფერი დაინგრა. დასრულდა თქვენ გამო. მე არ ვიცი ახლა ვინ რანაირ სამკუთხედში იყავით, მაგრამ აი ის რომ თქვენ არაფერი არ გააკეთეთ, ამან გააკეთა ის რომ იქ ყველაფერი დამთავრდა. დასაწყისი მომწონს. დამთავრდა, რა ხდება იქ? დამთავრდა ოჯახი. დამთავრდა ოჯახი, მეგობრებო. იქ არაფერი აღარაა. თუ ეჭვიანობდით, არის ეჭვიანოთ. აი ხო ხედავთ, ჩემო ძვირფასებო. არც სიგნიფიკაცია მაცადა. პირდაპირ მოუნდა ლაპარაკი. თქვენს პარტნიორს. თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს პირდაპირ მოუნდა საუბარი. რა ხდება იქ? იქ მოხდით თქვენ. იქ მოხდა თქვენი ყოფნა და არ ყოფნა თუ ყოფნა არ ყოფნა, საკითხავი აი ეს არის. დამთავრდა ყველაფერი. კიდევ რა ხდება იქ? ყველანაირი ხერხის გამოყენება. იქ ხდება ყველანაირი უბედურება. კიდევ რა ხდება იქ? ეკონომიურად გაცემა ფინანსების, ყურადღების, სიყვარულის, დროის, ყველაფერი მიდის ეკონომიურად. არაფერი აღარ მიდის იქეთ მეგობრებო. всё. ყველაფერი მარტო მისთვის. რა ხდება იქ? თუნდაც მშობლებთან იყოს, თუნდაც იცოდეთ რომ საყვარელთან არის, ან ურთიერთობაში არის, ან მეორე არის ვინმე თქვენ შორის. სიტუაცია, გარემო, აი რაც არის, ვინც და რაც. რა ხდება იქ კიდევ? კიდევ რა ხდება იქ? იქ მეგობრებო რა ხდება და გეტყვით ახლა. ხო, იქ მიდის ენის მიტან მოტანები. იქ ხდება მხოლოდ რაღაც უპატიოსნო თამაში. მეტი არაფერი არ ხდება იქ. იქ არის უნდობლობა და უპატიოსნო თამაში. რა ხდება იქ? იქ რა ხდება? მეგობრებო. რა სიყვარული, რის სიყვარული, დამპიტაური, ჰარალე. აი მეგობრებო, რა ხდება იქ? იქ ხდება ის, რომ გვერდით არის ადამიანი, რომელიც ეხლა მასთან არ არის და თქვენს პარტნიორს არაფერი არ აქვს არავისთან. იცოდეთ რომ თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს არავისთან არაფერი არ აქვს. თუნდაც იცოდეთ რომ იქ რამე ვინმესთან არის, არაფერი არ აქვს მეგობრებო. იმპოტენციის კარტია ბოლო. ეს არის იმპოტენციის კარტი. მომიტევეთ? ხო, ამიტომ არაფრის გამოყენება არ აქვს იქ, იცოდეთ, ურთიერთობა არ აქვს. ხო. ფიქრობს ურთიერთობაზე, რომელიც მასთან არაა. აი ეს ხართ თქვენ. კიდევ რა სარგებლობა მოაქვს ქუცურას? უსამართლობა. რა სარგებლობა მოაქვს ქუცურას? ეს მომეწონა. უპატიოსნო თამაში. რა ხდება იქ? მეგობრებო, ეს ადამიანი ახლა ყველანაირი ჩაკეტვებშია. ეს ადამიანი უკვე ფრთხილობს, ეს ადამიანი უკვე არენდობა არავის, ფაქტებს ვერ უკავშირებს ერთმანეთს, ფიქრობს, მაგრამ რა იფიქროს არ იცის. გაკეთება უნდა, მაგრამ რა გააკეთოს არ იცის, როგორ მოიქცეს არ იცის. ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება მის ცხოვრებაში, ჩემო ძვირფასებო. რა სარგებლობა მოაქვს ქუცურას? ბალანსი, მიჯაჭვულობა, წასვლა. მეგობრებო, ეს თუ სარგებლობაა, ეს თუ სარგებელია, ბატონო. ამ ადამიანს რა მოაქვს და ამ ადამიანს უნდა ბალანსი თქვენთან, მოსვლა უნდა ბალანსით. იმდენად მოჯაჭვულია თქვენთან, ამ ჯაჭვს ვერ წყვიტავს. სადაც არ უნდა წავიდეს თქვენი პარტნიორი, ეს ჯაჭვი მაინც ესე რჩება ჯაჭვად მეგობრებო. არ გიგონოთ რომ ეს გაწყვეტილია, არა. თქვენ ერთად არ ხართ, მაგრამ ეს ჯაჭვი გაწყვეტილი არაა. იცოდეთ რომ გაწყვეტილი არაა თქვენი ურთიერთობა. კარგით. რას მოიმოქმედებს? მოდი, რას მოიმოქმედებს თქვენთვის ჩაფიქრებული? მოსვლას. ბრძოლას, მოსვლას. არავის არ დაუთმობო, შენ თავსო ასე ამბობს. მისი ჭირიმე თქვა.
რამდენიც არ უნდა ინერვიულოთ, თქვენი ადამიანი, ჩაფიქრებული ადამიანი არ დაგთმობთ, არავითარ შემთხვევაში მეგობრებო. არ იფიქროთ, რომ დაგთმოთ ამ ადამიანმა, გამორიცხეთ. ეს არის მიუღებელი. მოულოდნელი გამოჩენა აქვს. მართალია არასრულყოფილებაში იმყოფება ეხლა, მაგრამ რას მოიმოქმედებს? მოიმოქმედებს ის, რომ ახალ შესაძლებლობებს ეძებს, ახალ შანსებს ეძებს, ახალ გზებს ეძებს, ახალ წყაროებს ეძებს თქვენთან მოსასვლელს. ელოდეთ ამ ადამიანიდან მოულოდნელ გამოჩენას, ელოდეთ ამ ადამიანიდან ბრძოლას, ელოდეთ ამ ადამიანიდან იმას, რომ არ დაგთმობთ. ხო. მიუხედავად იმის არასრულყოფილებაში ხართ ეხლა იქედანაც და აქედანაც ორივე მხრიდან მაპატიეთ, მაგრამ ეს ადამიანი აუცილებლად მოძებნის ახალ შანსებს. კიდევ რას? მეგობრებო, თავიდან დაწყება ახალი შანსები, თავიდან დაწყება. რას მოიმოქმედებს? წარსულის დავიწყებით და ახალი ურთიერთობის გაგრძელებით. დრო ყველაფრის მკურნალიაო ამბობს. მისი ჭირიმე თქვა, უყურეთ ამას. მართლა ქუცურა. ხო, კიდევ თქვენ რა უნდა გააკეთოთ, მეგობრებო, თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? თქვენ ხართ მარტო გაუბედურებული, დამწუხრებული, თავში ხელებს შემორტყმული, დახმარებას ეძებთ არ ვიცი სად, ვისთან, თავს გრძნობთ მოტყუებული, მეგობრებო, გარიყული, კონფლიქტებში ხართ, გაუცხოება გაქვთ, ეს ადამიანი თქვენ ამბობთ, რომ ჩემთვის უცხოაო, ასეო ისეო, მოკლედ რა ვიცი, ძალიან გაბრაზებული ხართ. თქვენ რაო? გაუგებრობაში ხართ, მოკლედ. ამ ადამიანმა გაუგებრობაში ჩაგაგდოთ. ამ ადამიანმა დანაკარგებში ჩაგაგდოთ და ამ ადამიანმა შეგიყვანათ ესეთ ხმლების პოზიციაში და ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩაგაგდოთ. მოკლედ ერთი სიტყვით რო იტყვიან და ორი გაგებით, ჩემო მეგობრებო, ძალიან დიდი ღვარძლი დაგიტოვათ შინაგანად რო იტყვიან თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა. კი. გაუგებრობა და ღვარძლი, ძალიან დიდი გულის ტკივილი დაგიტოვათ, ბოღმა დაგიტოვათ რო იტყვიან. თითქოს და გინდათ სამაგეროს გადახდა, მაგრამ არც იფიქროთ. არ იფიქროთ მეგობრებო, არ გირჩევთ. მოდი, თქვენ რა უნდა გააკეთოთ? მოდი ვკითხოთ კაცს, რა რჩევას მოგცემთ სამყარო? მოტყუებული გრძნობთ თავს კი, არეულ დარეულები ხართ კი, თვითგანადგურებაში ხართ კი. გამოიჩინეთ ახალი ინტერესები, ახალი საქმიანობა წამოიწყეთ, რაღაც ახალი შექმნით, ახალი დაიწყეთ. გაიჩინეთ ახალი მეგობრები, გაიცანით ახალი საქმიანობა დაიწყეთ, თუნდაც ადგილი გამოიცვალეთ, სამსახური გამოიცვალეთ, სადმე გაემგზავრეთ მეგობრებო, წადით ამ გაუგებრობიდან, ყველანაირი ხერხის გამოყენებით, მომავალი თქვენ თვითონვე უნდა შექმნათ ჩემო ძვირფასებო. ხო, რა რჩევას მოგცემ სამყარო? მოგცემ სამყარო იმ რჩევას, რომ კამათებში, გაურკვევლობაში, უკმაყოფილებაში და ესეთ არეულ დარეულობაში არ შეხვიდეთ, ვინმე თუ გამოგიწვევთ, არ წამოიგოთ ანკეს, გაფრთხილება ესეთი, გაუფრთხილდით თქვენს რესურსებს, რესურსები არის ფინანსები, თუ კი რაიმე გააქვთ, გაუფრთხილდით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს თქვენი კამათი და გაუგებრობა გიკარგავთ ფინანსურ არხს, გიკეტავთ უფრო სწორად და აქედან გამომდინარე მერე თქვენ ხდებით ესეთ ძალიან ცუდ სიტუაციაში. და მაინც კიდევ რას გირჩევთ კარტი? რას გირჩევთ კარტი? ხო, ფულის ხო ხედავთ მეგობრებო, მოუფრთხილდით ფინანსებს. ის რაც გაქვთ, მოუფრთხილდით ფინანსებს. არ გაცეთ ფინანსები, თორემ შეიძლება აღარ დაგიბრუნოთ ადამიანმა, ანუ კერძოდ ადამიანმა, თუ კი ვინმე გთხოვთ ფინანსები არ გაცეთ, რადგან შეიძლება აღარ დაგიბრუნოთ ეს დაპირებული დროით, ან ვადით და ეს ყველაფერი მერე თქვენზე ძალიან ცუდად აისახება, ასე რომ მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ და გელოდებით კომენტარებში.